სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, იმ გაგებით, რომ ჯონ მაკარტური ყოველთვის არის რეალისტი. და ამიტომაც მიიპყრო ჩემი ყურადღება და იმიტომაც არის მე რომ ბევრ დრო დაუთმე ამ პიროვნებას, არიან სხვა მქადაგებლებიც, მაგრამ ერთ-ერთი ალბათ მიზეზი რომლითაც მე მოვიხივლე პირდადად ჯონ მაკარტურისაგან, რომ ის არის რეალისტი. ადგილს არ უტოვებს რაღაც ფანტაზიებს, მისტიკას, რაშიც საქართველოა ჩაფლული, რაშიც არიან ეს მოდიში და პენტაკოსტელები, ხარიზმატები, გამოცდილებებს და რაღაცეებს რომ იმაშობია და ზედმეტად კიდე არაპრაგმატულობა. პირდაპირ ჩანს ამ პიროვნებაში პრაგმატული ამერიკული მიდგომა ქრისტიანობასთანაც. ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მოგცეს ნამდვილი გზა, რომ სულიერად გავიზარდოთ, დრო არ დავხარჯოთ რაღაც სისულელეებზე. აი ამ სახით პრაგმატულობას გულისხმობ მე და არა ფულის გაკეთების სახით. არა, პრაგმატული იმ გაგებით, რომ ყველაზე მაგარი ინვესტორი, ყველაზე მაგარი ბიზნესმენი, რომელიც მომავლისთვის პრაქტიკულ ნაბიჯებს ადგავს თავისი 60-ის და სამკვიდრებლად და ჯილდოების მისაღებად, აი ეს მიდგომა მომწონს მე, რასაც ჯონ მაკარტური აკეთებს და ამ კითხვაზეც თქვენ მიხვდებით ამას. კითხვა ესეთი ფორმულირება გავაკეთე მე, როგორ განვასხვაოთ ის თუ როდის გვდევნის სატანა და როდის წვრთნის ღმერთი. იყო ადრეც მსგავსი რაღაცა გაჟღერებული კითხვები, მაგრამ ეხლა უფრო შეიძლება მძაფრად არის და როგორც ნათქვამია გამეორება ცოდნის დედაო, მოდით კიდე მოვუსმინოთ ამას. სალამი ვენს, ალბათ იცნო ჯონმა თავისი მრევლი და ჯონი მიესალმა კითხვის დამსმელს. დიახ, სალამი ჯონ, მე მაქვს ორი კითხვა, მე კიდე გავყავი ეს კითხვები. როგორ შეუძლია ქრისტიანს რომ გაიგოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და განასხვაოს ღმერთისგან წვრთნა სატანის დევნისაგან და სატანის თავდასხმები. რომელი ინციდენტია. ეს არის პირველი კითხვა. და ჯონი ჩაიკითხება, როგორ განსხვავოთ დევნა რისგან სატანისტური თავდასხმები დევნისაგან, წვრთნისაგან. შეგიძლიათ ერთი რამე მაინც დამისახელოთ? აი, რაც უბრალოდ ხდება ცხოვრებაში ჯონ, მაგალითად, როცა ხდება. იცი რა არის ვინც და მე ამას გეტყოდი შენ და სხვებსაც ვეტყოდი. ნება მიმოძეთ რომ გაგიზიარო ჩემი გულის ნადები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ერთი რამ, რაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს და რაც ქრისტიანებს ხშირად ემართებათ. ეს არის ის, რომ ისინი ძალიან ანალიტიკურები ხდებიან და მოკირკიტეები, ანუ სულ ყოველთვის რაღაცა აინტერესებთ, რომ დაინახონ ინტროსპექტივა. რაღაცა გამოიკოლიონ. და ეს ხშირად დროის კარგვა და წყლის ნაყვა. და ეს ნამდვილად ცუდი რამ არის რომ იცოდეთ. დროს ხარჯავთ ფუჭ რაღაცებზე. რომ იკოლებთ რომ ვაიმე ეს ეშმაკი იყო, თუ ეს დემონი იყო. ვაიმე ეს ჩემი ხორცი იყო, თუ ამას ღმერთი მიკეთებს. ეს სამყაროა გარეგანი, ლევიათანი, გოლიათი თუ ეს ხორცი და ჩემი ეშმაკი იყო. ვის საინტერესებს ეს? ეს ქრისტიანისთვის არ არის საინტერესო. უბრალოდ არ შეგიძლიათ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება? თუ ეს იყო და მე მდევნიდან, ძალიან კარგი. თუ ეს ღმერთი იყო და მე მწვრთნიდა, მით უმეტეს კარგი. უფრო მეტ ვარსკვლავს მივიღებ ჩემს გვირგვინზე, როცა წარვდგები და ჯილდოს მივიღებ. ეს დევნა იყო თუ მხოლოდ ჩემი სისულელე, ჩემი ხოხორიკა თავი. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უფალი აწარმოებს აღრიცხვას, ის არის ამის სათავეში და ის განაგებს ყველა ამას და ჩვენი ყოველი თმა დათულია ჩვენ თავზე. და მე არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, როდესმე შევძლებ ჩვენ ამის გაგებას? თავარი ისა რომ წმინდა გული, წმინდა აზროვნება გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და მივაპყროთ ჩვენი თვალი იესო ქრისტეზე.
შეიძლება ზოგიერთმა იგრძნოს ეს დევნად, სოგმა აღიქვას ეს წვრთნად, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება უმწიფარი ქრისტიანი გრძნობდეს ამას, რომ ეს დევნაა. და გამოცილი ქრისტიანმა სრულიად სხვა რამე დაინახოს. ასე რომ ეს დამოკიდებულება იქნება თქვენს აღქმაზე, როგორ აღიქვათ საგნებს და იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ კი სრულობთ. შეიძლება ვინმე მე მითხრას, ხედავ, მე დავინახე, რომ თქვენ გდევნიდნენო. უიმე მე ეს არ ვიცოდი. ასე რომ ეს აღქმის საკითხია. და არ ამგონია, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს ჩვენ სული ეზრდაში. მთელი იდეა არის იცხოვრო შენი ქრისტიანული ცხოვრებით, სრულყოფილად, თავისუფლად. მე ამიტომაც არ მოწონს ქრისტიანობაში არსებული რაღაც ფსიქოლოგიური ტენდენციები, შიშები, ჭოჭმანი. როდესაც ყველა რაღაცნაირად იწყებს შინაგან ყურებას, ქექვას. ცდილობს საკუთარი თავი გააანალიზოს და დაკავდეს თავის თავით უფრო იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. თუ რა ტემპერამენტი აქვს მას რწმენის, რა სულიერი ნიჭები გააჩნია და ასე შემდეგ, იცი, ადამიანები გართობილები არიან ამითი. მე ბევრ ადამიანებთან ვარ დალაპარაკებული და ბევრთან მილაპარაკე და კონსულტაციები გამიზიარებია. და მესმის ყოველთვის იცით რა უნდა გააკეთოთ თქვენ ცხოვრებაში, რომ სრულყოფილი იყოთ. უიმე მეორე გეუბნებათ, უიმე მე ამის გაკეთება არ შემიძლია. არადა ჩემი მრჩეველი ამბობს, რომ ამ სფეროში სუსტი ვარ, მე ამის ნიჭები არ გამაჩნია. მე სადღაც ბავშვობაში 8 წლის რო ვიყავი, რაღაცა ფსიქოლოგიური ტრაუმა მივიღე და აქედან ვერ გამოვდივარ. იცით ხომ ესეთი სიტუაციები? ადამიანი იმდენად ზედმეტად არის დაკავშირებული ამ თავისი ანალიტიკით და ამ გაანალიზებით, რომ მისი ცხოვრება წინ ვერ მიდის და ეს აფერხებს მის ცხოვრებას. მათ უნდათ რომ გაანალიზონ თავიანთი ყოველი ნაბიჯი აწონ-დაწონონ. მე ადრეც მილაპარაკია ხალი რო დგებოდა და არ იცოდა ელოცა რომელი ფეხით ამდგარიყო, რომელი ფეხი ჩაიყო ჩუსში, მარჯვენა თუ მარცხენა. და მე ამას ვერ ხედავ ჭეშმარიტ ქრისტიან ცხოვრებაში. ამისთვის ადგილი არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეზე უნდა გაამახვილოთ თქვენი ყურადღება. გახსოვთ ხომ მეორე კორინთელთა 3:18 მუხლი. შეხედეთ მის დიდებას და ნება მიეცით ღვთის სულს, რომ შეგცვალოთ და განგწმიდოთ. და აკეთეთ ის, რაც მას სურს და დაელოდეთ, როცა ზეცაში მოხვდებით და გაიგებთ. იყო ეს კარგი თუ არა? გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.